მოდი ვნახოთ პირველი ვარიანტის 38 ამოცანა OXY საკოორდინატო სისტემაში y უდრის ლოგარითმ 9 x-ისა და y უდრის kx პლუს b ფუნქციების გრაფიკები იკვეთება ორ წერტილში. ჩვენი მიზანია უნდა ვიპოვოთ ესე იგი რას უდრის kx პლუს b თუ კი ფუნქციის მნიშვნელობები, რომელთაშიც იკვეთება ეს გრაფიკები უდრის 1/2-სა და 3/4-ს. ორდინატები იგივე რაც ფუნქციის ნიშნულობები. პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ, რომ kx პლუს b-ზე არაფერი არ ვიცით შინაარსობრივად, ვიცით რომ მხოლოდ წრიული ფუნქცია. ამას ვამბობ იმიტომ, რომ არც b ისე ასე ვთქვათ, გამსაძღვრელი ფუნქცია, რომელიც გადაადგილოს ფუნქციას ზემოთ აქონოთ მიმართულებით k, რომელიც დახრას აჩვენებს უცნობია. მხოლოდ ერთადერთი ინფორმაციის წყარო არის ლოგარითმული ფუნქციის სახე, ლოგარითმი 9 x-დან. შეგვიძლია თუ არა ვიპოვოთ x-ები, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, იქედან გამომდინარე, რომ ორდინატი 1/2 ეკუთვნის აი ამ გრაფიკს, ლოგარითმი 9 x-ისა, ლოგარითმი 9 x-ისა, ასე ვთქვათ. აქედან x-ი ლოგარითმის თვისების თანახმად უდრის 3-ს. რო განვარტოთ შინაარსობრივად ეს რას ნიშნავს ლოგარითმი, რომ უძეში არსებული რიცხვი რაღაც ხარისხში რომ ავიყვანოთ, ის გახდება x-ის ტოლი. ამ შემთხვევაში ეს არის 3. მეორე 3/2 უდრის ასევე ლოგარითმი 9 x-ისა. 9 x-ისა. აქ x-ი უდრის 9 ავიყვანეთ 3/2 ხარისხში, რაც დაახლოებით არის ეს უნდა იყოს 3-ის კუბი, ანუ 27. მაშასადამე, რადგან x-ები ცნობილია, შეგვიძლია სისტემა ჩავწეროთ. კერძოდ 1/2 უდრის 3k პლუს b-ს და 3/2 უდრის 27kb. აქედან შეკრების ხალხი გამოვიყენოთ. მივიღებთ, რომ 24k გაცრავთ. 24k რადგან 27-ს გამოკლებული 24-ია, უდრის 3/2-ს გამოკლებული 1/2, ანუ 1k უკვე გამსაზღვრეთ და ეს არის 1/24-ის ტოლი. რაც შეეხება თავად b კოეფიციენტს, კას თუ შევიტანთ მაგალითად აქ დავრჩება 1/2-ს დამატებული b, b-ს აქეთ ხალხს გადავიტა, ანუ 1/2-ს გამოკლებული 1/2, გაერთმიშნელიანების შედეგად მივიღებთ 8 და 3. ეს არის b კოეფიციენტი, ეს არის k კოეფიციენტი, ხოლო ამათი ჯამი იქნება, საერთოდ შევდივართ 10/24. 8/3, 24-ს 3-ზე უნდა გამრავლდეს. 9 და 1, 10/24, რაც არის 5/12-ის ტოლი. შესაბამისად, პასუხი იქნება 5/12.